მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 20-26 იანვრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე და პირობში ავუშვეთ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის უკვე ამ კვირიდან რაც ხელს შეუწყობს მეტად ურთიერთ გაგებას იდეების მეტრიალიზაციას უფრო მეტ შესაძლებლობების გამოვლენას როგორც ურთიერთობებში ასევე საქმიანი კარიერული განვითარების კუთხითაც კი ჯანმრთელობათან უფრო სტაბილური გახდება და ამას ხელს უწყობს ისიც რომ გუშინ სწორედ მზემ გადაინაცვლა ერთი თვით მერწყულის პრია თავისუფლების მოყვარე მეტად მეგობრულ ზოდიაქოს ნიშანში რომელიც ხელს შეუწყობს რომ მეტად თქვენი ცოდნის გაფართოებას კონტაქტების მეტად დამყარებას და სხვა საკეთო ცვლილებებს თუმცა აღვნიშნოთ რომ ორი დღე ითხოვს მაინც ცოტა ყურადღებას ეს არის 21 და 25 ანუ სამშაბათი და შაბათი დღეები რომელიც ცოტა დაძაბულია სხვა დღეებთან შედარებით და ეს დღეები ეწოდათ ცოტა მეტი სიფრთხილით და წინდახედულობით გამლოთ და ჩემი პლანობაში კვირა უფრო სასიკეთოა თანდათან გაუმჯობესებს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის არსებულ პერსპექტივებს. და ახლა დავიწყოთ იმაზე საუბარი თუ როგორ იქნება თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის სწორედ ეს კვირა დავიწყოთ პირველი ნიშნით ვერძებო. ანუ თქვენ უკვე ამ კვირიდან იგრძნობთ რომ ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება ხდებით უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, უფრო კონტაქტური, უფრო გონებამახვილი, კარგი ლიტერატურული ორგანიზებული თვისებები, უფრო მეტად წარმოშდება თქვენს ხასიათში, ანუ დინამიურობა ცხოვრებისა და ნაყოფიერება მოქმედებისა ერთ-ორად მოემატებს. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი გენერირება მოხდეს იდეებისას, სხვანაირად შეხედოთ მოვლენებს და უფრო სწორად, ასე ვთქვათ, გაიაზროთ ყოველივე რაც ხდება თქვენს ირგვლივ ამასთან ერთად ზოგიერთი სარისკო მოქმედება თუ კარგად იქნება მოფიქრებული, ასევე შეიძლება ფრიად წარმატებით წარმართოს, თუმცა პირადი ურთიერთობა ალბათ ყველაზე რთული ამ პერიოდში, იმიტომ რომ რაღაც პირადი ურთიერთობებში ცოტა უფრო მეტ რაღაც შინაგან სიმარტოვეს გრძნობთ. რაც შეიძლება მეტი კონტაქტები გქონდეთ მეგობრებთან, მეტი კონტაქტები გქონდეთ ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შეიძლება პროგრამული სისტემების ათვისება, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან ურთიერთობა, საიდან შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ და საინტერესო ინფორმაციაც მიიღოთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 24 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 22 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. დანარჩენი დღეები რიცხვები მეტნაკლებად ნეიტრალურია. თუმცა გავითვალისწინოთ სამშაბათი და შაბათი ცოტა დაძაბულობის კუთხით, ანუ ცოტა მეტად ვაკონტროლოთ ყველა საკუთარი ემოცია და პროვოკაციებს არ აღვით. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ამუშავეთ რომ პირველი სკოლისა აქ სიტუაცია უმჯობესდება იმ კუთხით, რომ შესაძლებლობები პოზიტიური უფრო მეტად წარმოჩნდება წინა პლანზე. თუმცა მოდი ავუშვათ რომ ზოგიერთ თქვენთაგანი მაინც თვითრწმენის კუთხით ვერ გამირჩევა ამ პერიოდში, მაგრამ ურთიერთგაგება მაინც იმდენად მაღალია, მეტად მეგობრებთან, კოლეგებთან, ნაცნობებთან მართებაში მათი დახმარება, თანადგომა ამ ფონზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. რაც მეტად შეძლებს დიპლომატიური კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას მათ შორის კოლეგებთან, ხელმძღვანელ პირებთან, სპრომეტად ხელშეუწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და კარიერულ განვითარებას. ჯანმრთელობა უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყებს შესუსტებას, მაგრამ ამ კვირაში კი მეტნაკლებად გრადია და ხელსგობს თქვენი შრომის უნარიანობის, ნებისყოფის, მოთმინების და შეუპოვრობის გამოვლენას. ეს კარგი იქნება თქვენთვის 23 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 20-26 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, აშკარად გემატებათ უკვე ამ კვირიდან ენერგია, ენერგოტონუსი, ფსიქოემოციური სტაბილურობა ყოველდღე უფრო მეტად იჩენს თავს, საერთო სიტუაცია თქვენს ირგვლივ იცვლება, რაც თქვენს ემოციაზეც ასევე დადებითად იმოქმედებს, შეიძლება მოულოდნელი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ, ან მოულოდნელი შემოსავალი. ან დაუშვათ ვიღაცამ დაგიბრუნოთ ვალი ამ პერიოდში, ან კომპენსაცია მოხდეს ადრეული დანაკარგებისა, ეს ყველაფერი მოსაოდნელი ამ პერიოდში, ამის მაღალი ალბათობაა, მაგრამ არა აუცილებლობა თავისთავად და თქვენ აქ უკვე შინაგან მსატყუპნაში ხართ, იმისთვის რომ დაიწყოთ ახალი პროექტები, განახორციელოთ ახალი იდეები, ჩაერთოთ რაღაც ახალ საქმეშიც კი, სხვა შორის მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, უცხოენების ათვისების კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების თვალსაზრისითაც კი, ეს კვირა მეტად ნაყოფიერი და ფრია წარმატებულია. თქვენ უკვე კარგად შეგიძლიათ აქ გამოავლინოთ საკუთარ თავში ლიდერული ორგანიზატორული თვისებები და ამ მხრივ უფრო მეტად აიმაღლოთ საკუთარი ავტორიტეტიც. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 24 იანვრის დღე და ეს რიცხვიც და არ ვარგა 22 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბები უპირველეს სკოლის ენერგოტონუსი ჯერ გაძლევთ საშუალებას იმისა, რომ აქტიურად იმოქმედოთ, ინიციატივა გამოავლინოთ, ინტუიცია ჯერ კიდევ მდგრადია, რომელიც ხელს უწყობს
ასე ვთქვათ, სწორი არჩევანის გაკეთება საერთო სიტუაცია თქვენ სრული უფრო მეტად უმჯობესდება, დაძაბულობა ნელ-ნელა მცირდება, ემოციური განახლების პერიოდია. თქვენ შეიძლება გქონდეს ილუზიების კომპრომეტად განთავისუფლდეთ და რეალისტურად შეხედოთ მოვლენებს სიტუაციას, რომ თქვენ სიუვლივ იქნება და ახლებურად, ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბოთ ურთიერთობები პარტნიორებთან. აქ ზოგიერთ შეიძლება გეგმაც გადაიხედოს თქვენი მხრიდან, რაც იქნება დროული და საკმაოდ კარგი. Ყველგან კარგი იქნება თქვენთვის 23 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 21 და 25 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, სწორედ უკვე ამ კვირიდან თქვენ გამოდიხართ, ასე ვთქვათ, რაღაც უიღბლობის, თუ შეიძლება ესე ითქვას, პერიოდიდან. ანუ ამ დროს ერგოტონუსი ყოველ დღე თანდათან იწყებს გაუმჯობესებას. ანუ გემოტება ჯანი, ენერგია, შესაძლებლობები. აქ მოვლენები აბსოლუტურად ახლებურად წარმოაჩენენ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც, თქვენ გეგონათ, რომ ძალიან კარგად იცნობდით მათ და ეხლა უცებ სხვა თვალით დაინახავთ ყოველივე ეს უფრო რეალისტური თვალით. ამასთან ერთად, თქვენ შეიძლება რაღაც ძველ გეგმებს მოუბრუნდეთ და მათი ახლებური განვითარება შეეძლოთ, ახლებურად გადახედოთ ზოგიერთ ძველ პროექტებს, ძველი პრობლემებით შეიძლება უფრო ადვილად გადაწყვეტოთ, ან უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ თქვენი ურთიერთობები მათ შორის ახლობლებთან, სასწავლო პარტნიორებთან მიმართებაში. ეს პერიოდი უკვე კარგია, სხვათა შორის პირადი, მათ შორის საქორწინო ურთიერთობებისთვის შეიძლება კარგად გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და გამოავლინოთ აქ თქვენი შესაძლებლობები ახლებურად. სხვა შორის ზოგიერთი რთული სიტუაცია შეიძლება სწორად გაიაროთ, მათ შორის უფრო დიპლომატიურად კომპრომისებით შეეძლოთ ამ ურთიერთობების დალაგება, რაც ერთგვარად გააზრდის თქვენს ავტორიტეტს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 21 და 26 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგო 23 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, სამშვიდობოდ რომ ცოტა უფრო დაღლილობას იგრძნობთ ამ პერიოდში, თუმცა ჯერ კიდევ გაძლევთ ჯანმრთელობა იმის საშუალებას, რომ გამოავლინოთ შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, ამთლიანობაში ერთგვარიანი პერიოდია. შეიძლება ეს ვთქვა, თქვენ შეიძლება აუშვეთ ახალი საინტერესო პროექტის წინაშე, ახალი სამსახურის, პერსპექტიული სამსახურის ან საქმის წინაშე და მხარდაჭერას აშკარად იგრძნობთ ხელმძღვანელთა მხრიდან, გავლენიან პირთა მხრიდან, რაც უფრო მეტად გააზრდის თქვენ თვით რწმენას და სხვა შორის გარკვეულწილებებსაც, სასიკეთო ცნობებსაც შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ პერიოდიც აქტიურად განვლოთ, ბევრი რამ შეგიძლიათ აქ დაალაგოთ თქვენს ცხოვრებაში, თქვენს გონებაში, თქვენს იდეებში, რაც ხელშეუწყობს ასევე სწორ მოქმედებას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 22 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 24 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა სასწორის ჰაერისტიკი ზოდიაქოს ნიშნავს, აშკარად ენერგოტონუსის სასწორთო უმჯობესდება ამ პერიოდში. თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცის დაძაბულობა რაც მასშტაბური იყო, იცვლება. ანუ უფრო სასიკეთო ცნობების პერიოდია. სახლში, დაუშვათ სამსახურში, რაღაც ახალი სასიკეთო ცნობების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და უფრო წესრიგდება ყველაფერი, თუ შეიძლება ითქვას. მაგათაც პრობლემები უფრო ნაკლები გახდება, მათი გადაწყვეტის ტენდენცია უფრო მეტი იქნება, ამასთან ერთად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, თვითრწმენა მადლობს. თქვენი მოქმედება უფრო წარმატებული იქნება ნებისმიერ სფეროში და ეს არის საინტერესო მგზავრობის, მოგზაურობის, ახალი საინტერესო პროექტების ჩამოყალიბების, სხვა შორის საზოგადოების წინაშე წარმატებით გაფასვლის პერიოდი აქ შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხებიც მოაგვაროთ, სხვა შორის კარგი პერიოდია შვილებთან, სასკოლო პარტნიორთან ურთიერთობების კუთხით, სადაც ძალიან მზარდი, ასე ვთქვათ, ურთიერთგაგება გაქვთ და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი ჩვენი რა წარმოაჩენს საკუთარ მონაცემებს. სხვა შორის კონკურსებში, ლატარეებში მონაწილეობის მიღებაც იქნება მეტად სასიკეთო და წარმატებული. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 20 და 25 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც და არ ვარგო 23 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ეხლა რაც შეეხება უკვე მორიელის ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, მორიელებო ენერგოტონუსი ჯერ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ აქტიურად იმოქმედოთ და მეტად წარმატებულად, იმიტომ დაძაბულობა მთლიანობაში ნელ-ნელა იხსნება ამ პერიოდში თქვენსა და ერთგვარ ადამიანებს შორის, ამიტომ შინაგან თავისუფლებას მეტად იგრძნობთ თავს. თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ მნიშვნელოვანი მოვლენების ავანგარდში, თუ შეიძლება ესე ითქვას, ახალ პროექტებში ჩაერთოთ, ახალ ბიზნეს გეგმები ჩამოაყალიბოთ, თქვენი იდეები უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებენ და პატივისცემას ირგვლივ ყოფი ადამიანების მხრიდან, ჩვენს კოლეგების, მეგობრების, ნაცნობების მხრიდან, სხვა შორის კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად და ამავდროულად ნაცნობური კავშირები და მათი მხარდაჭერა იქნება დროული, მნიშვნელოვანი, რაც ხელშეუწყობს უფრო მეტად თქვენს წინსვლას, განვითარებას და მეტი წარმატების მიღწევას. Როგორც კარგი იქნება თქვენთვის 22 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა
20 და 26 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ესეთ ნიშანს, როგორიც არის მშვილდოს, მშვილდოს ნებო თქვენ, ნელ-ნელა ყოველ დღე იქნებთ, რომ ენერგია გემოდებათ. ანუ ხდებით უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივები, ხოლო ირგვლივ დაძაბულობა თქვენს ირგვლივ ახსოვე მცირდება. ანუ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ახალი ურთიერთობების, ახალი გეგმების, საინტერესო საქმეების წინაშე. ზოგიერთი პრობლემები შეიძლება თავისთავად და თანმოულოდნელად გადაწყდეს, ის რომ არც კი ელოდებოდით, რომ რაც შეიძლება ადვილად ყველაფერი ეს გადაწყდეს. ეს პერიოდი ძალიან კარგია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით. შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, აქ უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან მიმართება საინტერესო ახალი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ახალსკობს იგი მგზავრობას, მოგზაურობას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. Вас კარგი იქნება თქვენთვის 20 და 25 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 22 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხისქას ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აქ უპირველეს ყოვლისა ენერგოტონუსი ჯერ გაძლევთ საშუალებას იმისა თავის სტაბილურობიდან გამომდინარე, რომ თქვენ შეძლოთ შრომის უნარიანობის ნებისყოფის მოთმენების შოუპორობის სათანადოდ გამოვლენას და ამით არაერთი საინტერესო იდეის რეალიზაციას. დაძაბულობა თქვენს ირგვლივ ასევე იხსნება. თუმცა ზოგიერთი ასე ვთქვათ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციები ურთიერთობებში შეიძლება კიდევ დრო და დრო შენარჩუნდეს, მაგრამ მაინც მათი გადაწყვეტა ადვილად მოხდება და მეტნაკლებად უმტკივნეულოდ. ებლიანობა მადლობს, მათ შორის ფინანსური კუთხით შეიძლება წარმატების წინაშე დადგეთ. შეიძლება ძველი საქმეებიდან აქ მიიღოთ რაღაც მატერიალური დივიდენდები ან პრემიების, ბონუსების წინაშე აღმოჩნდეთ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ისეთ საქმეც გააკეთოთ, რომელიც საკმაოდ კარგ დივიდენდებს მოგიტანთ. ან იპოვოთ ახალი საინტერესო პროექტები, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დადოთ, რაც ასევე ფინანსური კუთხით იქნება ფრიად მომგებიანი. ეს კარგი იქნება თქვენთვის 23 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 21-25 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება მერწყულებო, ეხლა თქვენი დროა. ვარსკვლავური პერიოდი დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე საუკეთესო წლის განმავლობაში, რომ მზე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა ერთი თვით. ამიტომ თქვენ იგრძნობთ, რომ დაძაბულობა ნელ-ნელა იხსნება, ხოლო ენერგოტონუსი და იმუნიტეტი მატლობს, ფსიქოემოციური სტაბილურობაც მოიმატებს, ამიტომ თქვენ უფრო მეტად გრძნობთ თავს, თქვენს კალაპოტში, რომ თქვენ თავისუფლება ნელ-ნელა მოიმატებს, რაღაც მუხრუჭების შემცირდება, რომელიც ხელს უშლიდან თქვენს წინსვლას, სხვადასხვა ცვლილებების ტენდენცია აშკარად მოიმატებს, თქვენი ინიციატივები უფრო მეტად პოზიტიურად აღიქმება საზოგადოების მხრიდან. ამიტომ თქვენ იპოვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად გაიზიარებენ თქვენს აზრებს, თქვენს შესაძლებლობებს და სურვილებს. საუკეთესო პერიოდია, რომ გამოავლინოთ თქვენი ლიდერული, ორგანიზებული მონაცემები, აიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე, ძლიერდება ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორად მოქმედებთ. ერთ სიტყვით, ეხლა თქვენი დროა. რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედოთ ნებისმიერ სფეროში, სადაც ებლიანობა და წარმატება გაქვთ საკმაოდ მაღალი. Os კარგია თქვენთვის 21 და 26 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 23 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და რაც შეეხება თევზები ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ეს პერიოდი კარგია იმ კუთხით, რომ დაძაბულობა ჯერ კიდევ ასე ვთქვათ შიგა და შეიძლება ცოტა შინარჩუნდეს, მაგრამ აშკარად გზნობს, რომ უკვე სუსტდება. და თქვენს ირგვლივ პოზიტიური ტენდენციების ალბათობა მატლობს. მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ იმისა, რომ თქვენი შემოქმედებითი და საქმიანი ნიჭი და უნარი სათანადოდ გამოავლინოთ, უფრო თავისუფლად იმოქმედებთ. ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ უკვე ზოგიერთი იდეის კონკრეტული რეალიზაცია, მეტრო მდგომარეობის გამოჩვენება, პარტნიორული ურთიერთობების და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. მინდა გითხრათ, რომ ამის შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება თქვენთვის, ამიტომ ეცადეთ, რომ ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, საკითხები მოაგვაროთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჯანმრთელობის ტონუსი ამის საშუალებას გაძლევს და შემდეგ კვირიდან უკვე თქვენი ენერგოტონუსი და იმუნიტეტი აშკარად შემცირებას დაიწყებს. ეს კარგია თქვენთვის 22 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 24 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებ ბედნიერ კვირას და ამით გემშვიდობებით მომავალში ხვედრამდე.